ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ეს არ არის პატარა ამბავი. და ეს ამ კაცის გარეშე, აი როგორ შეიძლება ხა დავიჯეროთ ჩვენ რომ ესე იგი ბიზნეს არ უნდა რომ ქვეყანაში ნარკოტიკები იყოს. და ყველა მხრიდან შემოდის ეს ნარკოტიკები და რამდენიმე გზა არის, ხო? ეხლა რუსეთიდან შემოდის, ვიცით, ახლო აღმოსავლეთიდან შემოდის, ვიცით, ესე იგი პორტების მეშვეობით შემოდის, ვიცით, ხმელეთის მეშვეობით შემოდის, ვიცით. წარმოიდგინეთ, რამხელა ლოჯისტიკა აწყობილი. ჯერ რომ შემოვიდა ტონობით, ბექა, მე ლოჯისტიკურად გადანაწილდა, ესე იგი დიდი ლოჯისტიკა აწყობილი, ბათუმში გინდა, ქუთაისში გინდა, რუსთავში გინდა, თბილისში გინდა. თბილისში ცალკე ლოჯისტიკები ჩასშლილი უბნების მიხედვით, აი ვერ დაინახეს რომ როგორ შემოვიდა საზღვარზე. აი, საზღვარზე ვერ დაინახეს შემოვიდა. მე საზღვრიდან ეს ტონობით რაღაცა ხო იმით გადაიტანა რომელიღაცა ქალაქში. რო ჩავიდა, ამ ერთ კაცს ხო კიდე მინიმუმ 10, 20, 30 ტიპი ყავს. რომელსაც გაუნაწილა ხო რომ აი ძმაო შენ იქ ვიღაცა თბილისში ვაჭრობს, ვიღაცა ქუთაისში ვაჭრობს, ვიღაცა ამ უბანში ვაჭრობს, ანუ მთელი ლოჯისტიკური ბიჭო, აი მთელი ლოჯისტიკური აქვს, რა ქვია, აწყობილი. ხე რა, როგორ შეიძლება რომ აი ეს ნარკოტიკები მე მივიდეს მოქალაქეებამდე.